მაუწყებლის თანამშრომლებისთვის თვალხილული არის და იოლად დასანახი, რამდენად ხშირად მიმდინარეობს მისი და ვასილ მაღლაფერიძის საუბარი. ახლა ეს ძვირად დასანახი გახდა, მას შემდეგ რაც მაუწყებელთან პროტესტი მოვიდა. თუმცა მანამდე ჩვენ ძალიან კარგად ხედავდით და ხშირად ვასილ მაღლაფერიძეს ნიუსრუმში, ხშირად ხედავდით საინფორმაციო სამსახურის უფროსის ოთახიდან გამოსულს. რაზე იყო საუბარი? მე ახლა ბრალდებას არ წარვადგენ, რომ რაღაცა მითითებები მისცა. მე ამის დამადასტურებელი ახლა არაფერი არ მაქვს. მაგრამ გავლენის ალბათობა არსებობს, ვიტყვი რომ კი არსებობს. სარედაქციო პოლიტიკა უნდა იყოს დამოუკიდებელი. თქვენ ახლა ამბობთ, რომ ხალხი ერევა და ცდილობს ჩაერიოს სარედაქციო დამოუკიდებლობაში. მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე შავ ფორმებში ჩაცმულები, ყოველგვარი იდენტიფიკაციის შესაძლებლობის გარეშე მყოფი პირები არბებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ვასილ მაღლაფერიძე იმყოფებოდა მოამბის საეთეროში. მარტივად დასადგენი ფაქტი არის, ამოვიღოთ ჩანაწერები, ვკითხოთ საეთეროს თანამშრომლებს. ეგ სხვა საკითხია, რა საკეთებდა. აქვს თუ არა მას უფლება თქვას, რა გავიდეს და რა შევიდეს ეთერში. ეს ჩვენი ტერმინოლოგია არის, როდესაც ერთი კამერის პირდაპირ სტრიმი გამოდის პირდაპირ ეთერიდან და მეორე კამერი შედის. აქვს ამის უფლება, არავითარ შემთხვევაში არ აქვს. კანონი ჩვენ კონკრეტულად გვავალდებულებს ყველაფერს. სარედაქციო დამოუკიდებლობას. აქვს თუ არა ვასილ მაღლაფერიძეს გავლენა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე? კი აქვს. რანაირად აქვს? მარტივად. მას აქვს შეხმატკვილებული ურთიერთობა არხის მენეჯმენტთან, მას აქვს ასეთივე ურთიერთობა უკვე ახალი და მიმდინარე ამების ბლოკის ხელმძღვანელთან და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან, რო აღარ ვთქვათ არაფერი სხვა თანამშრომლებზე. უყურეთ გუშინდელ საზოგადოებას მიმართავ. უყურეთ პირველი არხის გუშინდელ ეთერს, რომელსაც თამთა სანიკიძე გაუძღვა. მოისმინეთ რა იდეოლოგია აქვს და რა მოსაზრებები ვასილ მაღლაფერიძეს. დააკვირდით შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელს და გაავლეთ პარალელები. არ არის რთული. და ყველა მიხვდებით რაშია საქმე. რატომ აღარ ისმის ხალხის ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე და რას ენიჭება უპირატესობა? პოლიტიკოს არჩევნებს? გუშინ ბატონო ვასილ, მე ამ გადაცემას უყურებდი და თქვენ არჩევნების საკითხზე გააკეთეთ აქცენტი და ისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ახლა ხალხი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. სამწუხაროდ, პირველი არხი თქვენს, რომ უფრო აკვირდებოდეთ მოვლენებს, ნახავდით, რომ იქ ხალხს, ვინც უკვე 64 დღეა რუსთაველის გამზირს ჯიუტად ყოველ დღე კეტავს, არა მარტო არჩევნები აღელვებთ, მაგრამ სარედაქციო დამოუკიდებლობა მაინც არჩევნების საკითხს განვიხილავს სავარაუდოდ და ასე გაგრძელდება. მაგრამ არა იმ მრავალფეროვან აზრებს, რომელიც იქ მოქალაქეებს აქვთ, რომლებსაც არ მოწონთ პოლიტიკური სპექტრი, რომლებსაც შეიძლება არ მოწონდეთ არასამთავრობო სპექტრი, რომელიც კრიტიკულად უყურებს მედიას. და ისინი დგანან იქ ევროპული მომავლისთვის. და მიიჩნევენ, რომ დღეს ხელისუფლება, მე ამ ადამიანებს ხვდები და ველაპარაკები, ასვს კითხულობ, მაინტერესებს, როგორც ჟურნალისტმა აუცილებლად უნდა ვიცოდე, როგორ მიმდინარეობს და რა პროცესი მიმდინარეობს იქ. და როდესაც მოამბეში შუქდება მრავალათასიანი აქცია, მაგრამ არ ისმის ერთი ადამიანის ხმაც, რატო დგას ის აქციაზე? ეს პრობლემაა. ეს სერიოზული პრობლემაა. და იქ ხალხს აწუხებს ევროპული მომავალი, იქ ხალხი ფიქრობს და მიიჩნევს, რომ მთავრობა კონსტიტუციას არღვევს. რომ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება არის კონსტიტუციის დარღვევა. და ბევრ სხვა რაღაცას. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. ეს არის ჩემი სათქმელი ყოველი მოამბის დაწყებამდე. უკვე რამდენიმე დღე არის. ეს ადამიანი შიმშილობს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო ველში მოახვედრა მისი ამბავი. მაშინ, როდესაც ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კონკრეტულ სპეციალისტებთან განვიხილოთ. შეესაბამება თუ არა მისთვის წარდგენილი ბრალი ქმედებას. შეიძლება თუ არა იურისტებმა განიხილონ ეს მისი ქმედება, როგორც სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება. არის თუ არა ეს ასე. განხილვის საგანი არის შეიძლება თუ არა ესეთ ქმედებაზე შეუფარდო ადამიანს პატიმრობა. ძალიან ბევრი თემა არის.
და საშუალება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ მრავალფეროვნება ასახოს ჩვენი საზოგადოების, მრავალფეროვნება ასახოს თემების მოამბის მიღმა აქვს. კონკრეტულად მე გეუბნებით 12 საათიანი მოამბის დასრულების შემდეგაც, 3 საათიანი მოამბის დასრულების შემდეგაც, 6 საათიანი მოამბის დასრულების შემდეგაც და 9 საათიანი მოამბის დასრულების შედეგად არ მოუპოვებია თუ ეთერიო, გეგმის მიხედვით მივდივართო. ის ეთერები იყო ხალხის მოპოვებული. და ტექნიკურად ახლა ჩვენ იმ ხალხის მიერ მოპოვებულ ეთერზე ორი გადაცემა გვაქვს ჩასმული. იგივე დროში, იგივე ფორმატის, უბრალოდ წამყვანებს ვსვლით და სხვადასხვა სახელს ვარქმევთ გადაცემებს. ერთი და იგივე რაღაცას ორ გადაცემად ვასაღებთ, რაც მანამდე საგანგებო იყო. გავლენები არის, ხალხის ხმა არ ისმის, მე პოზიციას არ ვცვლი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი ვერ პასუხობს მისი სარედაქციო პოლიტიკით საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმეორებ, გავლენა არსებობს. ეს გავლენა არის ვასილ მაღლაფერიძე. და ამ პოზიციას არ შევიცვლი. ნახვამდის.